და ისე აღადგინეს თავიდან ბოლომდე და უკეთესად კიდევ ვიდრე იყო ომის დაწყებამდე. ეს რომანოვების სიყვარულით კი არ გააკეთა სტალინმა, რომ ძალიან უყვარდა ნიკოლოზი და მაგისი არაფერი არ დაკარგული იყო. გააკეთა ისტორიისთვის, რომ ეს უზარმაზარი დიდი ისტორია, ეს უზარმაზარი დიდი სილამაზე, რაც იყო ამ პეტერგოფში, აბსოლუტურად ის ოქროთი რომ მოხატა ისი არ იყო, რა თქმა უნდა, რაც ეხლა არის. ხო და ჩვენ ერთადერთი შენობა, რომელიც ჰქონდა თავისი არქიტექტურული სინატიფით განთქმული, თორემ ეხლა ეს მარმალილოებით და რამეებით კი არა არის ეს მოჭედილი არც მაშინ არ იყო, მაგრამ თავისი არქიტექტურული სინატიფით და შეწყობილი იყო ბუნებას, ეს ისეთნაირად, რომელმაც გახადა ასეთი პოპულარული მთელ მსოფლიოში ლიკანის სასახლე, მეფის ლიკანის სასახლე. აი ასე არის ცნობილი ეს შენობა და კიდევ უფრო მეტად გაუთქვა მე რა თქმა უნდა სახელი იმან რომ აქ რამოდენიმე ჯერ ისვენებდა სტალინი და ორჯერ აქ ჩატარებული პოლიტიკური სხდომა აი თავის სამუშაო ოთახში და ის მეორე სართულზე არასოდეს არასულა რომ იქ მეფე იძინებდა და იქ მეფის იმაზე რა თქმა უნდა არ შევიდოდა და ქვევით მოუწყეს პირველ სართულზე მას საძინებელი და გორიდან ჩაატანინა ტახტი და ის ტახტი ეხლაც მაშინ იდგა და ეხლაც ალბათ რა ვიცი აბა ტახტს ვინ ხა იყიდა თუ გაყიდულია იქ ყველაფერი თვარა და იქნება იქა და როცა იქნება გაიხსნება ეს ანავად გაიხსნება კარგად გაიხსნება და ნახავს როგორ უბრალოდ იყო მისი საძინებელი მისი სველი წერტილები იქა განლაგებული და ჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრებით ცხოვრობდა და მე ამას იმიტომ გთხოვთ მე სხვა შორის წერილობითაც მოგწერთ მაგრამ აქ ეხლა ჩემი საერთაშორისო საზოგადოება სტალინის ტიტულიანი ქაღალდი არ მაქვს თაბახი და როდესაც ჩამოვალ მაშინ აუცილებლად ამაზე მოგწერთ თუ არა და დავაბარებ რომ ჩამომივიდეს ის და ოფიციალურ სახელს მიცემ ამას და ის კაცი რომელმაც ჩაატარა რემონტი 2000 წლებში აი ის კაციც რა თქმა უნდა თანამონაწილე იქნება ვინ ჩაატარა ეს რემონტი რა ფორმებში იყო ეს სასახლე და აი სახეზეა მოწმე აგერავარ თვითმხილველი მთელი საქართველოს ელიტა ის დარჩენილი არის ახლა კომუნისტური ელიტიდან ყველა ნამყოფია იმ სახლში და ყველას დათვალიერებული აქვს თუ რა ბრწყინვალებითა და დიდებით იყო მოსული ის შენობა. ამიტომ მე იქ აღელვებული ვიყავი იმ დაცვის ბიჭებმა ახლა ალბათ იმათი მოვალეობაც არის მაგრამ რა მოვალეობა კაცო ის მოიპარეს ის წაიღეს ეს ლპება რამე აი ამის დამცველი ხარ რომ სახელმწიფო ქონება რომ განიავდეს ამას დაცვა სჭირდება რომ ეს ვინმე მამხილოს და ქვეყანას გააგებიოს ამას დაცვა სჭირდება თუ და ესენი დამმალავები უფრო არიან ვიდრე დამცველები ხო თუ დაცვა არის უნდა იყვირონ რომ ქვეყანა აი ეს სასახლე ინგრევა აი ეს უნდა იყვირონ და არა ის რომ აქ არ შეგიშვებ თუ არა დაგიჭერა მე ჩემი მოვალეობა არ ვარ დავიცვა რა უნდა დაიცვა რა უნდა დაიცვა ის რომ ლპება და ინგრევა სასახლე ეს უნდა დაიცვა და მე არაერთხელ მიდავია და არაერთხელ მისაუბრია დავით საგანიძის რომ მიხედეთ ესა მე ხა მოსკოვში მაგ გაგზავნილი მე ხა ისა მაგ ხო და რა გახდა 12-13 წელიწადი ერთი სასახლის რომელიც მე მითხრა 8 მილიონი ჯდებაო და
1000 ჭაობი დავაშეთ ამ თბილისში და კორტები გავაკეთეთ და რაღაცები და ძაღლების სასეირნო მოედნები გავაკეთეთ და ერთი სასახლე გვაქვს ეხლა ამ 12 წლის განმავლობაში ეს რომ ღია ყოფილიყო ისე როგორიც იყო და არავინ არ შესულიყო ბატონო თუ არ უნდათ ამათ სააკაშვილის ზამე გაკეთებული ხო ისე ყოფილიყო და ყოფილიყო ტურისტული ობიექტი $100 ყველა გადამხდელი არის აქ ეხლაც მოდიან და შორიდან უყურებენ და სურათებს უღებენ რომანოვების სასახლეს ხომ შეიძლებოდა რომ ეს გამოგვეყენებია როგორც სტალინის მუზეუმია რომლის დანგრევაც უნდათ ამ წყეულებს და იმის ადგილზე რაღაცა გაკეთება აი ისე რო ყოფილიყო ყველა რაც საქართველოს მუზეუმებიდან და ამ საექსკურსიო ადგილებიდან თანხები შემოდის 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი შემოდის მარტო სტალინის მუზეუმიდან ხო და ეს ერთი რაღაცა ეხლა ჩამოდინან უცხოეთიდან ტურისტები და რო აიყვანებენ თაწმინდაზე კი ბატონო ჩვენ გვიყვარს და პირველია ერის მამა ყველაფერი მაგრამ ეს ჩვენი ერის მამა ძალიან ცოტა ადამიანს აინტერესებს თქვათ ნიდერლანდებში დიდ ბრიტანეთში იმაში ამერიკაში რაღაცებში ხო და ზერელეთ უყურებთ ყველა ლაპარაკობს ეს გიდი მაგრამ იტყვის თუ არა რომ აქ სტალინის დედა მარხიაო იმ წუთშივე მოშორდებიან ყველა სასაფლაოდ და გარბიან იქიდან შელფებს იღებენ და უგზავნიან და პირდაპირ ჩართვებზე ყავთ და ყველაფერი ამ თაწმინდიდან რატომ არ გვინდა რომ გამოვიყენოთ ვისა დაუშავა დამნაშავეებს ეხლა ხო იჭერთ გენეცვალე და მაშინაც იჭერდნენ მაგრამ მაშინ კონსტიტუციაში ეწერა რომ სამშობლოს მოღალატეს სიკვდილი უნდა მიესალოს და მიუშიდნენ კიდეც და უშიდნენ კიდევაც და მერე მოისპო ხო ორჯერ გააუქმა სტალინმა სიკვდილი დასჭა ორჯერ გააუქმა მაგრამ 1 მილიონი კაცი რომ ომის პირველივე დღეებში გადავიდა დეზერტირებად ისინი არ ჩათვალა მან თავის მოქალაქეებად სამშობლოს მოღალატეები არის მე არ მყავსო მე ისა წყვეო მე მყავს სამშობლოს მოღალატეებიო წითელ ჯვარს აი ასე უპასუხა როდესაც მოსთხოვეს რომ რაღაცა დავეხმაროთ იმათ ხო და მე გამოარჩა მე რო ჩამოვიდნენ აქა და მე 52 წელი 52-ში ძიახ ერთმანეთს უჩიოდნენ რომ აი ამან ცემა მე აი ეს მცემდა და აი ეს მაგდებდა კატორღაში ერთი მეზობელი მეორე მეზობელს უჩიოდა რომელიც ერთი ჰიტლერს ემსახურებოდა მეორე სტალინს ემსახურებოდა ადგეს და ის კაცი დაიჭირეს და წაიყვანეს იქ სადაც საჭირო იყო დახრეთ აღარ იყო და აღარ დაუხრეთიათ რა არის უცნაური და რა არის გაუგებარი ვერ გავიგე კანონის აღსრულება არის ისა დასაგმობი და დასაძახი აბა ვიდა უხვეთია მე როდესაც კანონი აკრძალა ორჯერ აკრძალა დახრეთის კანონი სტალინა ხო და აი ეხლა რო არის ეს LGBT და LGBT აი ეს გამძვინვარებული იყო 1917 წელს და ამით მოახდინეს რევოლუცია ტროცკიმ და ლენინმა თუ ის არის რომ ეს პასპორტები ქონდათ მიცემული კომკავშირელებს რომ თუ მეორე კომკავშირელი გოგონა ვარ შეწყოდა იმას კომკავშირი და გარიცხავდნენ რა ხო და ეს სექსუალური თავისუფლება და მინისტრადაც კი დააყენა ლენინმა კოლონტაი იმის გულისათვის რომ ის ხელმძღვანელობდა ამ აღვირახსნებ ცხოვრებას თუმცა ამასვე გადაყვა მაგაზე რომ მოინანია და მე თვითონ იცოდა როგორც ეცხოვრა და ისე დაამთავრა როგორც ეკუთვნოდა ცხოვრება მე ვიყავი სისხლის დეტექტორზე ერთხელ და
რაღაც გამატარა თითებზე რაღაცები გამეკეთეს და მე კითხვებს ვაძლევდნენ და ერთ-ერთი ასეთი კითხვა შემეკითხეს რომ გაწირავდი თუ არა სტალინისათვის თავს და მე უპასუხე რომ უყოყმანოდ გავწირავდი მეთქი იმას უთხარი რა ვინც ამ ფოკუსებს ვაკეთებდა რა ამ თითებზე რაღაცებს მასვასვეზე წინა დღეებში მე ღია ეთერშიც რა თქმა უნდა ეს კითხვები გაიმეორეს რა რომელზეც ზოგადად თქვენს მართალიაო ეს მართალია ის მართალია ეს მართალია ხო და მოვიდნენ სტალინის გულისათვის გაწირავდი თუ არა თავს მე მეთქი მკითხეს ეს იქაც მეთქი ამ აპარატურაზე რომ მიკეთებდა და იქაც თქვი რომ უყოყმანოდ ეძრავდი და ის დიქტორი რო აცხადებს იქ რაღაცა ცოტა ხნის მერე და ეს არის სიცრუე აი ეხლა შეგნებულად თუ არ არის სტალინის დისკრედიტაცია და ჩემი დისკრედიტაცია რომ შენ აიცი მე გავწირავ თუ არ გავწირავ ეხლა და შენ რატო სხვა რამეზე ჩამჭერი თუ იმ ფულის გაღება არ გინდა თქვა ან მოგწინდა ჩემი საუბარი ან რაღაცა მითხარი 50-მდე შეკითხვა იყო და სხვა შეკითხვაზე მითხარი რომ სიცრუე ესა და დავდგებდე წავა ხო რაღა ახლა ამა შეგნებულად დღესაც ერთ ადგილზე რომ ამოვარდება სტალინზე რომ ეს იყო ყველაფერი და დამლაგებელს თურმე ღამე გამოიარა კრემლში ხო ქონდა საცხოვრებელი ბინა რაღაც ოროთახიანი სამოთახიანი ხო და ღამე ალბათ გამოიარა რაღაც კაბინეტში ალბათ გაახსენდა რაღაცა და გაიარა და ქალი გასდა წმინდავს ჯადაკს ხო და გააჩერა ამ დროს რა გინდა ახლა შუაღამია რა ხო და შუაღამამდე იყო აქ თათბირი და მაშინ ვეღარ დავალაგეო და დაველოდეო და აი ახლა რო დილას რომ მოვლენო ხო დალაგებული უნდა იყოს ხარაგოსტანი და რაღაცა უცხა და მეორე დღეს გასცა გაკარგულება სტალინმა რომ ამ ჩვენ დამლაგებელს რომ მიეცეთო სტალინური პრემია მეორე ხარისხისო სამშობლოს ერთგულებისათვის ხო და 50,000 მანეთი მაშინ რა ვიცი რა რამდენი მილიონი იყო და ამ ქალმა წავიდა თავის სოფელში იქვე მოსკოვის გარეუბანში უცხოვრია ხო და ბიბლიოთეკა ააშენებია ხო და წიგნები იყიდა ზოგი ალბათ მისცეს და თვითონაც დადიოდა წერა-კითხვა არ იცოდა მაგრამ ბიბლიოთეკაში ისწავლა და აი ეხლა გამოაჩინეს თუ რამე სტალინის ადამიანური ქონდა გაკეთებული ეხლა ეხსნება არქივები ეხლა ამოდის დოკუმენტები ხო და ეხლა რომ ჩვენი ოპოზიცია ამბობს რომ ჩვენ უფრო კარგად გავაკეთებთ ამ ქვეყანას ოღონდ ეს როგორმე გაგვაშვებიეთ ეს ხელისუფლება ეს მძარცველი ხელისუფლებაო ხო და შეიძლება ესეთად არ ბწყინავდნენ ერთი ივანე ციკლაური იყო სახალხო მთქმელი და იმან დაწერა რამ დამაბერავ ექსია ვახუშტი კოდეტიშვილმა აღმოაჩინა ეს კაცი ივანე ციკლაური ქემუქეთში ცხოვრობდა ესა კახეთ იქიდან იყო ჩამოსახლებული ფშავლისთან ხო და ახლა ფლიანად არ მახსოვს ესა და ასეთი რამე ეწერა რამ დამაბერა ესა და იმან დამაბერა ამან დამაბერა შვილის იგდიმა იმანამ ხო და მე ერთი სტროფი იყო ცუდი ცხოვრების წასვლამ და არ მოსვლამ უკეთისამან აი მან დამაბერაო რა მარა ახლა ცუდიც არის და ცუდიც არის ხო ნუ ზოგიერთი ძალიან ცუდია ზოგიერთი ისა ხო და როგორც
სტალინმა თქვა, რა თქმა უნდა, საქართველოს რუსეთთან შეერთებაო, ერეკლეს მიერო. ეს იყო დანაშაულიო, მაგრამ ბოროტებაო, მაგრამ ეს იყო ნაკლები ბოროტებაო. და ირანს რო შევერთებოდი, სპარსეთს რო შევეთრეულიყავით, იქაო შევეთრიეთო. მაშინ ხო უფრო ცუდი იქნებოდა ან თურქეთს რომ მე მახსოვს პირველად რომ გაიხსნა ეს სარფის საზღვარი გადავედით ამ თურქეთში და ნალიებში ცხოვრობდა ხალხი ნალიებში ხო და მე ეხლა ხალხ ვიყავი და ქარვასლებითაა მოჭედილი ჩვენ აგერ მოსაზღვრე რანი ახლა ჩვენი სახლები ჩან საკათმეებად იქა რა გამოხმა მაგრამ მაშინ ასე იყო მაშინ ნაკლები უბედურება იყო ხო და თუ წინა ხელისუფლება უბედურება იყო ეს ნაკლები უბედურება არის რა თორემ ამ სასახლეს რომ კაცი ყურადღებას არ მოასწრებს 12 წელიწადი რომ ამას ხელისუფლება უყურებს და ამას რომ ხელმძღვანელი ყავს და ის არ ეუბნება მე დარწმუნებული ვარ 1000%-ით რომ ეს ბიზნესა ივანიშვილმა არ იცის თუ არა ქვეყანას ამან აუშენა სახლები და გადაუხურა კაცო თელი მერეც სახლები გადაუხურა და ერთი სახლის გადახურვა რა გაუჭირდებოდა ახლა ამას დავიძერო ასე რომანოვები თუ სტალინი ძულს ხო ისინი ხო ბურჟუები იყვნენ მაინც ხო ნიკოლოზი და ალექსანდრე მეორე და სხვა აი რომანოვები იმათი სახლის ხვარი და იმათი ნასახლარი ხვარი რომელიც ამშვენებდა მთელ ლიკანსა და მთელი ბორჯომის ხეობა იმით იყო ცნობილი რომ აქ იდგა ეს ულამაზესი მეფის სასახლე აბა როგორც ყირიმში არის ეს ბრილიანტი უზარმაზარ დიდი ბრილიანტი ლივადიის სასახლე ისი არის საქართველოსთვის ეს ის დიდი ქვეყანა არის და დიდი ლივადია არის ხო და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და პატარა ქვეყანაში მაინც დიდი ლივადია არის ეს იყო ჩვენთვის და ლივადიას დაანგრევს ახლა რუსეთი ვისი აშენებულიც არ უნდა იყოს ან სხვისი აშენებული არაფერი არ არის ნიკოლოზის აშენებულ კრემლში არ ცხოვრობდა 30 წელიწადი სტალინი და აქ საყვარლის ხიდი გამოიარა და რატო ასე ჩამოთ ფიცრები მაშინ დაუგეს რა სტალინი რო შემოიყვანს აქედან შემოიყვანეს რა იქ ვერ ჩამოიყვანეს ვაგონიდან ბორჯომში და აქამდე ვალეს მატარებელი აქამდე მოიყვანეს და იკიბეები გაუჭრეს და ხიძე ჩამოწვა და დაგედი ასე ჯვარი ქონდა გაკეთებული იმაზე არ მოძრაობდა იმაზე არაფერი მაგრამ რო გაიგეს რომ გამოჩვიდნენ და ფისები სადღაცთან მოიტანეს დააყარეს რომ გამოეტარებია სტალინი რა ხდებაო ეს უნიკალური ხიდიო რატო გაქვთ ასეო და ამასო კადრ შეყარებულების ხიდი ერქვაო ნიკოლოზის გაკეთებული იყო და არ მოიდომა ხალხმაო ამაზე სიარულია კაცო ნიკოლოზის აშენებულ კრემლში ვზივარ 30 წელიწადი არაფერი არ დამართიო და ხალხს ამ ხიდზე გამოვლა და რა დაემართებოდაო რა და აი რა ვიცი ახლა მე როგორ უნდა ვთქვა და კიდევ ერთხელ იმას უნდა დაუბრუნდე რომ გავწირავდი თუ არა სტალინსათვის თავს მე ამ გასულ ხელისუფლების პირობებში როერსად ვერ დავდგინე ფოთიდან ჩამოტანილი 34 ტონიანი ძეგლი სტალინის ჯერ თბილისში ჩავიტანე სპეც ტრანსპორტით და კატო მაშინ პირველი ერთი იყო კატო ფოთის იმას ყავდა პორტის ხელმძღვანელს გეგიძე იყო ეს ჩემი მეგობარი ხო და ჯერ თბილისში ჩამოიყვანე კიროვის ჩახშენებელ ქარხანაში მქონდა შენახული
იქ ვერ დავდგი ჯერ ზაგეში ვთხოვე, მერე სათხოვე შევარდაძე პირდებოდა, ვერ დავაყენე საშველი. მერე რომ მოვიდა სააკაშვილი, აბა სააკაშვილი როგორ დამაწყებიებდა და ხო და წავიღე სვანეთში დავდგი. და ეხლა ერთ ჩემი ადამიანური სისუსტე უნდა გითხრათ. მე უფრო კარგად ვიქნებოდი, ჩემი დათვნა რომ ტრაგიკულად არ დამღუპოდა 82 წელს. ხო და ნინა ჟვანია მოვიდა ჩემთან. და ედვარდმა მითხრა რომ აი სადურჩენიო და სადა და ბედურების დროს რაღაცებიო და ბავშვს რომ საფლავო გაუგეთო. ხო და მე უთხარი არსად არ მინდა, მე უნდა წავიყვანო ეს მარტყოფში მუშაობდი მე დიდხანს, მაგრამ იმ ხანად არ მუშაობდი, მაგრამ სახლი იქ მქონდა. ხო და მე იქ უნდა დავასაფლავო ჩემი შვილი და მეც იქ უნდა ავიდე და იქ ვიცხოვრო, არც სამსახური არ მინდა თქვენი, არც სასაფლავო არაფერი არ მინდა, დამანებეთ თავი ახლა უკვე საკმარისად ვიმუშავე მე ჩემი ასაკისათვის და ეხლა უნდა ჩემ ბავშვთან ვიცხოვრო და ვიყო იქ მეთქი სადაც ის იქნება. არც გამოვიდიოდი სადაც იქედან სოფლიდან და იქ ვიყავი. და ამდენჯერ კაცი გამოგზანა ჩემთან რომ ჩამოვიდეს, ხო და ერთი კაცი გამოგზანა გვარსა დავასახელე და კიდე თვარა ჩამოდიოდი, ჩავედი. ხო და იქ ახლომახლოში რაღაცა და რომ დავსაქმებულიყავი რომ სახლში არ ყოფილიყავი სულ და ამ ჯავში არ ამოსულდა სული. ხო და მე მოხდა ისე რომ მართლაც რომ გავედი საზღვრის რაღაცები ცოტა გული გადავაყოლე, მე სხვა მეურნეობაში გადამოყოლეს, მე სხვა თანამდებობაზე, მე სხვაგან რაღაცები და და გავიდა ხანი 19 წელიწადი თუ მეტი არა. ხო და ეკლესია აბაშენეთ, საბურთალოს ეკლესია, ეხლა რო არის დიდი ეკლესია სასაფლაოზე. ხო თეგის გაზდელიანის შვილი გარდაიცვალა და იმის სახელზე აბაშენეთ ეს ეკლესია. ხო და მე მაშინ კი უთხარი, არა, მაშინ თეგისმა მისხა რომ ბავშვები ერთად იყვნენ და ძალიან გეხვეწებიო რომ ჩამოასვენოთო მარტყოფიდან და მეც დავთანხმდი და ჩამოვასვენეთ ბავშვი ამ ეკლესიის ეზოში. მაშინ პანთეონი იყო, მაშინაც მეუბნებოდა საბურთალოს პანთეონში დავასაფლავოთო ის გასვენებული ნინა ჟვანია. ხო დავასაფლავეთ იქა. მე მეუღლე მოვიკვდა, ის რა თქმა უნდა თავის შვილთან დავასაფლავეთ და ახლა საფლავზე ჩვეულებრივად დავდივარ რაღაცები და მაგრამ ყოველ წელს ამ სტალინის ძეგლთან ჩავდივარ და ხან გავრეცხავ, ხან რაღაცას მოვლი იქაურობას და ერთხელ ივერი ჭელიძეს უთხარი საიდუმლოდ და ახლა გახსნილად რაც გაიგებს რომ ისამ მე რომ მოვკვდები მეთქი ჯერ არ ვაპირებ სიკვდილს თუ არა მეთქი მე თბილისში ნუდამ მარხავთ მეთქი და გაგიზდა საბასადო და მე სვანეთში უნდა დავიმარხო მეთქი და სვანეთი რა შევახლა დედმამა მეწყავსო, მაგრამ ახლა ჩემი შვილი აქ არის, მე როგორ წავალო იქაო რამე. ნუ ახლა ჩემი საქმე სხვანაირად არის, მეთქი რა. მეთქი უნდა დავიმარხო სტალინის ძეგლთან. და უნდა დამაწეროთ საფლავზე, რომ მე საფლავში არა ვწევარ, აქ დარაჯად დამაყენეს. ხო და მიფიქრა და მაშინ ღირს კაცო, მაშინ კი ბატონო იქ დაგასაფლავებთო მითხრა რამე და მე რა თქმა უნდა ქვეყანას მოედო. ხო და
აქ რო არ მე აქ სხვაგანაც წავიდოდი ახლა სვანეთში ბევრად უფრო გრილია და ბევრად უფრო მომხედავენ და მომივლიან ნათესავები და მეგობრები სვანეთში მაგრამ ყოველთვის აქ ჩამოვდივარ იმისათვის რომ იმის ნაფეხურები ვნახო კრემლი რო გაიხსნა პირველად ხრუშჩოვის დროს და ყველას რო შეეძლო შესვლა მაშინ ვიყავი მოსკოვში ხო და გიდი დაყვებოდა ახლა და გვიხსნიდა ეს რომ რა არის შიგნით ეს მეფე ზარის ბზარი ეს სტალინის აშენებული 2 ჰექტარი ვაშლის ბაღი და რა ხო და ამ ბილიკებზე რო დავდიოდით ამ მინდორზე ბილიკები რო არის გაყვანილი ხო და ერთბაშა წარმოვიდგინე რომ ამაზე სტალინი დადიოდა და ისტერიკულად რო ამივარდა ეს ტირილი და გადამივარდა ბღავილში ეცათ ამ ცხენია კაცო ხალხია იქა ეს მომوارდე ეს დიდი ეს რუსები ეს კადრია გრიჩა აი იქ ზოგი მას მშობა მაჯას მისიჯასო და კრისში ჩავარდი რა რომ წარმოვიდგინე რომ აი ამ გზაზე რომ დადიოდა ხო და მე ნუ დამძრახავთ გადაჭარბებულ თავდადებას ამ სასახლის დასაცავად. აი ძალიან გთხოვთ, იმიტომ რომ იქნება მე აკვიატებულიცა ვარ, ხო იცი 90 წელს მიღწეული კაცის არც ფსიქიკა არის ისეთი, არც მორალური თავდაჭრა, ცოტა და ნუ სისულელეში ნუ ჩამომართლეთ. და ერთი თუ ჩემ რჩევას მაინც დაიმახშოვრეთ რა ყოველ შემთხვევაში და თქვენ შვილებსაც გადაეცით შეიძლება ვერც თქვენ ვერ მოესწროთ მაგრამ დადგებათ რომ როდესაც სარწმუნოებების შეიძლება დედამიწაზე ყველაფერი და ერთ-ერთ უზარმაზარ დიდ კონტინენტს თუ კონტინენტების გაერთიანებაზე იქნება ერთი ღმერთი და ეს იქნება სტალინიზმი. დღეს რომ ჩვენი ოპოზიცია ლაპარაკობს, ჩვენ უფრო კარგად მართავთ ქვეყანას, თუ ესენი მოგშვებიან. აპარითი გეგმა გააქვთ, შრომა გაქვთ გამოქვეყნებული ახალი ცხოვრების, როგორ იქნება ეკონომიკა, როგორ იქნება სოფლის, როგორ იქნება მრეწველობა, როგორ იქნება მათ მარტო ყიდვა იქ ვიყიდი, აქ ზუსტად გავყიდი და გავდიდები, აპარა იქნება. იქაც რო არაფერი არ იქნება, საყიდელი და შენ რო ვერაფერს ვერ იყიდი და აქ რას გაყიდი, ხო? და მშიერი რო ამოგძვრება სული. თბილისის გარშემო 8 საბჭოთა მეურნეობა გაუქმდა და ბეტონების გორებად გადაკეთდა, რომლითაც თამარ მეფის დროიდან თბილისს არჩენდა ეს დიღომი, ავჭალა, სამგორის რაშკას აწყავდა მე სამგორის მიდრები, მარტყოფი, ლილო, ვარკეთილი რაც ძველი ის იყვნენ ამჭალები და მარტყოფები და ესენი ხომ იყო მაშინაც და ეხლაც და თანამედროვე რაც ამ სამგორის დამწვარმა ქვიშამ გზებს კეტავდა ქარი ქვიშა იმდენ გორებს აყენებდა საურმე გზებზე და ავჭალა იმიტომ ქვია რომ იქ ავჭალას აბრუნებდა და მეურმესაც და იქ ზედ ოჯახითები მიყავდა სალოცავ აი ისინი იღუპებოდნენ გზაზე ქარისა და ამ ქარიშხლის ქვის ქარიშხლისაგან ხო და ეხლა მოვდივარ შეგაიგაზო ამ გატკიცინებულ და აშენებულ ქალაქებში მაგრამ სულ ყველაფერი შეიძლება კიდე კი ბატონო ვაგერა ჩვენ მქონია ახლა რვავდივარ იმაზე ლისისთვის მიდამოებში და ზევით ეგა რამდენის გინდა აშენეთ თუ გინდა ადით ელფიამდე და იქედან და აშენეთ მაგრამ ამას რას ერჩოდით პირველ ხარისხოვან სახნავ სარწყავს
ნუ თუ ბიჭო გასა ერთი რაც სიონის წყალსაცავიდან არხის გადმოყვანას დასჭირდა თბილისის ზღვამდე და თბილისის ზღვიდან ჯანდარის ტბამდე ეს დაჯდა თბილისიდან ბათუმამდე რკინიგზის გაყვანა წიფის ტუნელის ჩათვლით. ხოდა ჩვენ ხელაღებით ავიღეთა და ბეტონებითა და ამ უსახური შენობებით გავავსეთ და ვართ ახლა ქვაბულში. ბეტონებში გამოწყდებული ქვაბულში. 1614 წელს ინგლისის მახლობლად გამოჩნდა ერთი ჯგუფი, რომლებმაც კარბები გაშალეს მოშორებით ამ ლონდონის, ხო და დაიწყეს ამ უპატრონო მიწების დამუშავება. მოიყვანეს უკვე რამე ვიგერაგე და მე უთხრეს მეფეს ვიღაცა ხალხიაო კაცო მოსული აქაო მოხდეს დათეს მოსავალს იღებენ ახლა ხო და არ უნდა მივაქციოთ ყურადღებაო და წადით გაიგეთ რა ხდებაო ხო და გაიგეს და ყოფილან ესე იგი მოხალისეები რომლებსაც გადაუწყვეტიათ რომ სადმე მიწის ნოყიერ ადგილზე ესე იგი დაეთესათ მიწა და იქედან აღებული მოსავალი დაერიგებიათ ღარიბებისათვის და ფშიერთათვის და ჩვენ ამას ვაკეთებთო და აი მაგათ საზოგადოებას ერქვა მიწის მთხელთა გაერთიანება იქედან დაიწყო ეს სოციალიზმის თანასწორუფლებიანობის აღდგენა. მე-16 საუკუნიდან იმდენი ლიტერატურა და იმდენი თეორია და იმდენი კაპიტალი და იმდენი იდეოლოგია არის, ესე იგი დაწერილი ამ უკლასო საზოგადოებაზე, რომ ერთმანეთზე რო დააწყოთ, თვითფრინავი ვერ გადააფრინდება ზედა. 12% როული არა აქვს გაკეთებული ჯერ დაწერილი როგორ უპირებენ ხალხს გამოკვებას ან თავდაცვას ან ბუნების დაცვას ან კანონის შენარჩუნებას აინშტაინი ამბობდა ღმერთს რომ ამდენი კანონი ქონოდა დედამიწის სამართავად ის ვერ გამართავდა დედამიწას ის ვერ მართავდა ამდენ კანონების სამხედრო ხო და ეს თქვენ გადასული ხართ კანონების წერაზე და არავის არ გინდათ ეს გარეთ რომ გამოიხედოთ და მინდორში გახვიდეთ ხო და რო ნახოთ კომბოსტო როგორ მოდის ხო გაინტერესებთ მაინცა როგორ მოდის კომბოსტო ან მაგალითად როგორ იკეთებს ძირს სტაფილო ან პამიდორს რა ისხამს ხე ისხამს მცენარე ისხამს თუ რა ისხამს ვერ გავიგე თუმცა ყველას აკავთ მოჯამაგირეები და დიდი აგარაკებიც გაქცევთ და იქ ალბათ მოყარული ვიღაცა დაგითესავთ მაგრამ ის თქვენ ეზოში მოყვანილი პამიდორი ქვეყანას ვერ არჩევს რა ვქნათ არაფრით არ მინდა თქვენი კრიტიკა არაფრით არ მინდა აი ჩემ დათუნას საფლავს გეფიცებით თუ თქვენზე ავის თქმა მდიდოდეს მე იმიტომ რომ ხო ვიცი ბევრი ჩემი ახლობელი ხართ მაგრამ ამას ვერ დაგიფარავთ ამაზე თქვენ ვერ შეგიწყნარებთ რომ ამ ხელის გულზე კაცო ამას ხო გამოძიება არ ჭირდება ეს ხო მიცვალებული არ არის რომ არაფერი არ გითხრათ ჩამოდით და ნახეთ რა არის გაკეთებული და რა არის გაფუჭებული და რა არის დანაშაული ჩადენილი და რამდენი მილიონის დანაშაულია ჩადენილი და აგერ გაქვთ ხელის გულზე მე ეს გამაგულიანა რა მიცი წაიკითხეთ ერთი აი მე სადაც გამოვდივარ აღელვებული დაწყვეტილი ნერვები იმათ ნაჩხუბარი აი ამის დამალავების თან ნაჩხუბარი რა ხო და
ვერ ვლაპარაკობდი დალაგებულად, მაინც, მაგრამ ხალხმა სიმართლე გაიგო. ხო და ის პოსტები წაიკითხეთ რა, რაც ჩემს იმ გამოსვლის პოსტებში წერია. და თუ არ შეგწხვებათ, დაინახავთ მაშინ რა. ძალიან ბევრი სათქმელი მაქვს, ძალიან ბევრი სათქმელი, მაგრამ არ მოგიდგენიათ ახლა. მე ახლა დიდი მორწმუნე და მოხლევ გადაღლეტილი მროცველი არა ვარ, მაგრამ ეს ისტორია, ეკლესიის ისტორია, ეს რაღაცა ჩვენი წარსული, რომ დიდი ამაგი აქვს, რა თქმა უნდა, ეკლესიას, როდესაც მართლა იყო პატიოსნება, მართლა იყო პატრიარქს ორი ჯორი ეკუთვნოდა. ორი ჯორი. და მეუფეებს თითო ჯორი. აი მაშინ იყო ეკლესია. და ეხლა მინდა მე რომ ფონდი შევქმნა ამის გადარჩენის, თუ სახელმწიფომ თავის თავზე ვერ აიღო. და მე რუარ დამწამოს ვინმემ რომ გრიშამ ეხლა ფულების საკროება დაიწყო, ეკლესიასთან მინდოდა, ეკლესიასთან, ქართული ეკლესიასთან მინდა ფული, ისა ფონდის ჩამოყალიბება, ლიკანის სასახლის გადარჩენის ფონდი. ორსა მეუფეს როგორ არ ვეცადე. რამ დივნები, რა თანაშემწეები, რა ხერხი არ ვიხმარე, რომ ვიღაცა დავკავშირდე. არა, კაცო. მეუბნები გრიშა ვარონიანი გადაეცით, იქნება ინებონ ჩემთან რაღაცნაირად დაკავშირებულ, დამაკავშიროს ამ. არაფერი, 3 დღე ველოდები, აი 3 დღე ველოდები კაცმა არ გამსახმა. აი თქვენ თუ მაგ დამალვას თუ გაბადიები, თქვენ მამებო თუ მეუფეებო. აი მაგასაც განახებდეთ თქვენ. თქვენ თავზე გაგივიდათ. როგორ შეიძლება ასე თავხედები ყოფილიყვნენ რაიკობის დივნები, როგორც თქვენ ახართ. მეტი ვიზე, მათხოვრებისთვის და ხელგაწვილებისთვის აშენდა ეკლესიები. მე ხო არაფერს არ გთხოვთ, მე ქვეყნის დახმარებას გთხოვთ, მაგრამ თქვენს ოჯახებს ეხმარებით, წარსეს არ ეხმარებით თქვენ. და თქვენ $100,000 მანქანებს ეხმარებით მარტო. თქვენზე ცალკე მოვიცნი მაგის გულისთვის, აი, რაც მე 3 დღე მალოდინეთ, აი დედას გიტირებთ რა. ეხლა ძალიან რომ არ შევიწერ როლებში, მოდი აქ დავამთავროთ. და ამით დავამთავრებ მე ეკლესიასთან ურთიერთობა.